რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრიმინალის უკანონობის დაკანონება ხდება და მეორე არ ვიცი, ამ სამართლის ექსპერტობა არ ჭირდება, ხო? ორგანიზებული ძალადობის განმარტება თუ გვაინტერესებს, შეგვეძლო მოგვესმინა დღევანდელი ბრიფინგი, ხო? ადამიანები გამოვიდნენ, თქვენ რომ არიან ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხისიერად მოახდენს ძალადობრივი ქმედების განხორციელებას კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მათი აზრის თუნდაც მიუღებელი თუ მისაღები ამას რა მნიშვნელობა აქვს გამო, ხო? ანუ ეს რას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი ამ ხალხს ნდობა საერთოდ არ აქვს, იმიტომ რომ ქვეყანაში ძალადობის მონოპოლია რომ აქვს სახელმწიფოს, ამაზე შეთანხმებული არის ყველა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა ადამიანი. და თუ ვართ ოფიციალურად რა თქმა უნდა დაკანონება ოლიგარქიული კრიმინალური სახელმწიფოს, იმიტომ რომ არსებობს არაფორმალური ორგანიზაციები, რომლებიც დაიცავენ ჭყალებში საკუთარ კანონს და კოდექსს, ხო? და ამ დროს საქართველოს კონსტიტუციური ორგანოები, რომლებსაც გასაგები რომ მიტაცებულია, მაგრამ ხო აქვთ ვალდებულება, რომ კანონის დარღვევის შესაძლებლობაში აღკვეთონ ეს კანონი. არა თუ არ აღკვეთეს, არანაირ განცხადებაც არ გაუკეთებია და მე შეგახსენებთ, რომ მსახიობები ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცნობილი საოპერო მომღერალი, კომედიანტები, ექიმები ციხეში შედან ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, რომლებსაც ერთმანეთი გაცნობილი ყავთ სასამართლო დარბაზში და ხალხი გამოდის იძახის ორგანიზებული ჯგუფი ვართო, ერთად ვაპირებთ ხალხის სემასო, თუ ამის გამო ციხეშიც ვართო წამსვლელებიო და ამ ხალხის ქმედებების კვალიფიცირება ამ მუხლით არ ხდება და ვერ შეიძლება ეს სიძლიერედ იყოს აღქმული. ივანიშვილი და მისი გარემოცვა ეხა კი არ გახდა ბოროტი, ეხა კი არ გახდა კრიმინალური, აქამდეც იყო, მაგრამ არ ჭირდებოდათ, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის პრობლემა გამოიხატება არა იმაში, რომ რაღაც საერთაშორისო ორგანიზაცია რაღაც განცხადებას გამოაქვეყნებს, არამედ იმაში, რომ სოციალურ ქსელში მათ შორის ტროლბოტების აღარ შველიან, იმ საზოგადოებრივ განწყობა იმდენად აშკარა არის. ამიტომ უწევთ თქვენი კოლეგების დაკავება Facebook სტატუსების გამო. ამიტომაც უწევთ მათ შორის რაღაც ზონდერ ჯგუფების ოფიციალურად გაცხადება, მაგრამ მე იმასაც არ გამორიცხავ, იმდენად მძიმე დღეში არიან, აქვე ვიტყოდი ამ ვერსიასაც არ გამორიცხავ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგაც ქმნიან უკვე ძალადობრივ ჯგუფებს, ამ ტიტუშკების ორგანიზაციებს და შეიძლება მე უნდა გამოვიკვლიოთ ალბათ რომელი ტიტუშკების ორგანიზაცია, არაფორმალური ორგანიზაცია ვისთან იქნება დაკავშირებული. საბოლოო ჯამში ამაზე რომ საუბრობდით, ადრე ცოტათი ხალხი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამდა, მაგრამ ხო გაირკვა რომ ერთმანეთს მათ შორის დაუპირისპირდნენ არანაკლები ფაქტობრივად ამ გამეტებით. ხო ეს ადამიანები მე არ გამორიცხავ კი არა, მე ვარაუდობ, რომ ყველა ამ კლანს ოცნების შიგნით ეყოლება საკუთარი ამ ტიტუშკების რაზმი, არაფორმალური ორგანიზაციების რაზმი და სამოქალაქო დაპირისპირებასთან და ამ ქვეყანაში მშვიდობა კი არა, მშვიდობის ყველაზე მეტად საწინააღმდეგოც არის შიდა აშლილობა, შიდა მტრობა, შიდა შუღლი. ამის ყველაზე მძიმე გამოვლენებებთან საქმე გვექნება არა მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, არამედ ერთმანეთის მიმართაც და სრული გაუგებრობა, სრული ანარქია, სრული ქაოსი იქნება ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანას დიახაც ჭირდება სამართლებრივი სახელმწიფო, 9 წლიანი აღმშენებლობა ჭირდება, მაშინ როგორც იყო და არა ეს 14 წლიანი გრევა. ამიტომაც მე ნამდვილად ყველას მოუწოდებდი, რომ მოხდეს ჩვენი მობილიზება, იმიტომ რომ აშკარად ეს ხალხი არ აპირებს გაჩერებას, პირიქით გადასულიერად გადამწყვეტ მომენტზე. მობილიზებაში რას გულისხმობ? არა, იმიტომ რომ ეს ხალხი ნახეთ ხო ხედავთ უკვე რაღაც ოფიციალურად აანონსებენ ისეთი ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც არ ვიცი და თავპირის გაერთიანებით ემუქრებენ ხალხს და ჩვენ აქეთ მხარეს დიახაც მშვიდობიანად ვიბრძვით, ეს ყველა მოიცით და ამას თქმაც აღარ ჭირდება, მაგრამ უნდა მობილიზდეს, უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, საპროტესტო აქციებს უნდა განვაახლოთ, უფრო დიდი მასშტაბური აქციებს უნდა განვაახლოთ, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ტიტუშკებს და ტიტუშკების ფარველებს არ დაუთმობთ, ვერ დაუთმობთ და აქვე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მიხვდა რომ კრიმინალის და კორუფციის დამარცხება გასაგებია რომ შეიძლება შეცდომებიც იყო, მაგრამ იყო აუცილებელი. კრიმინალი რომ არ დამარცხდა და ეხლა რომ პირიქით თანამშრომლობს ხელისუფლებას და შეზრდილია ხელისუფლებასთან, სადამდე მივყავართ, ხედავთ ხო? ადამიანებს აღარ ერიდებათ კრიმინალური მიზნების მქონე ორგანიზაციების დეკლარირება პირდაპირ ეთერში. ეს შეიძლება მირაკლი რაღაცნაირად ერთგვარად რაღაც პროვოკაციაც იყოს ხელისუფლების მხრიდან, აი თქვენ რომ თქვით მობილიზდება, იცით არ რთული, არ ვიცი ადამიანი გამოდის ამბობს რომ რაღაც მოძრაობას ვაფუძნებ და დანაშაულს ჩავიდე, მზად ვარ ციხეშიც წავიდე, გემუქრება რაღაცა პირდაპირ ძალადობით და შენ რაღაცა სიმშვიდით უყურო ამ ყველაფერს. ეს ძალიან რთულია, ხო? ბუნებრივია. რთული არა, პირდაპირ გეტყვით, შეუძლებელი იქნება ადამიანს ვერ წაართმევ, ეს არის არ ვიცი, რელიგიაშიც ასე გახლავთ, სამართლებრივ კუთხეც ასე გახლავთ, ყველანაირი კუთხე ასე გახლავთ, თავდაცვის უფლება ადამიანს აქვს, რომ საკუთარი კერძო საკუთრება, საკუთარი ქონება და საკუთარი, რა ვიცი, ოჯახის წევრები და თავის თავი დაიცვას. ამ უფლებას ვერავის ვერ წაართმევ და რა თქმა უნდა, შეიძლება შენ დაისაჯო, ხო? არა, ეს ასეც იყო და ჩვენ გვახსოვს კონკრეტული მაგალითი, როდესაც ორი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ერთ-ერთი გუშინ დაიჭირეს, ბატონი თოშხუა, ხო, ისიც თორნიკე თოშხუა, ამის გამო იყო, სწორად რომ წინა ჯერზე დაკავებული ერთი წლით, ხო, რომ თავის დაცვის გამო იყო დაკავებული. ამიტომ ძალიან მძიმედ არის ეს საქმე, ეს არ გახლავთ რაღაცა ჩვეულებრივი ამბავი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკვე ძალიან საშიშ ფაზაში შედის მთელი ქვეყანა, არაფორმალური ორგანიზაციების ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს ქართულ ხალხს და გვახსოვს, ხო, სადამდე მიიყვანა არაფორმალურმა ორგანიზაციებმა კეთილშობილური ბრწყალებში მიზნით შექმნილმა
არაფორმალურ ორგანიზაციებმა ეს ქვეყანა რა უკუნეთი ჩამოწვა ამ ქვეყანაში და რა სიბნელე ჩამოწვა. ამიტომაც ძალიან მძიმედ არის საქმე ამ ხრივ, თავი არ უნდა მოვიტყოთ და უნდა მობილიზდეთ, იმიტომ რომ ხო ეს ხალხი გასაგებია რომ უკვე დეკლარირებულ კრიმინალურ ასე ვთქვათ რიტორიკას, არა მხოლოდ რიტორიკას, არამედ ქმედების ახორციელებენ, ხო ხედავთ ამ ბოლო პერიოდის მანძილზე და მათ დიახაც უნდა იცოდნენ რომ ქართული ხალხი თავსაც დაიცავს და დიახაც ისიც უნდა იცოდნენ რომ ქართული ხალხს არ შეეშინდება საკუთარი სახელმწიფოს დაცვის და ბოლომდე ნამდვილად ვერ გადაუცემთ ამ სახელმწიფოს კრიმინალებს. მინდა შევეხოთ განცხადებას ევროკავშირთან დაკავშირებით, ჯერ იყო პაპუაშვილის ვრცელი წერილი Facebook-ზე და შემდეგ ცალკეული დეპუტატების კომენტარებიც და არ ვიცი შეიძლება ითქვას რომ ფაქტობრივად ითქვას რომ აღარ გვინდა ევროკავშირში, იმიტომ რომ სუვერენიტეტს დავკარგავთ დაახლოებით აი ესეთი ტოლობის ნიშანი დასვეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა სიტყვით ამ ნაწილზე მიდიან უკვე იქითკენ მართლა რომ ის განცხადება რომელიც შეიტანეს გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ ვიცი შეიძლება უკანო გამოიტანონ აწყოში გაჩერებული აქვს მათ ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ირაკლი ყობახიძის ამ გადაწყვეტილებას მოყვა ეს მნიშვნელოვანი კი არა და ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით უკვე ფინალური ფაზა წინააღმდეგობის ქართული ხალხის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ 20 ივნისიც ვნახეთ, ჩემი მომიაქციების ვნახეთ, მაგრამ აი ეს ჩემი აზრით არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც დავიწყეთ სადღაც 2 წლის წინ და წელიწადნახევრის წინ და აუცილებლად დასრულდება საბოლოოში გამარჯვებით, მაგრამ მე ხარ ասում ეს მხოლოდ აწყოში ვარ უნდათ, მათ მომავალშიც უნდათ, რომ მართალი ხა ამბობენ რომ პერსპექტივას ჩვენ მაინც ვაპირებთ ევროპული კავშირის წევრი გავხდეთო, მაგრამ შინაგანი აი დუღილი ამას მოწმობს ოცნების შიგნით მიმდინარე და იმ აქტორების გააქტიურება, რომლებიც მისი ქსელის ნაწილები არიან, რომლებიც ითხოვენ რომ აი საბოლოოდ უარი ვთქვათ და მომავალშიც უარი ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს ამის განცდას ტოვებს საზოგადოებაში, მით უმეტეს ხა შალვა პაპუაშვილს და სხვა ადამიანებს, რომელთაც დასავლურ სტრუქტურებში უმუშაويات, დღეს არ გაუგიათ ხო ევროკავშირი როგორ მუშაობს, გადაწყვეტილებები როგორ მიიღება, სტრუქტურა როგორ არის აწყობილი ევროკავშირის ხო დღეს უბრალოდ ასე მოხდა, ასე გახდა საჭირო ეთქვათ. ანუ ინსტრუქცია აქვს მიღებული რომ უკვე უნდა მოამზადონ ნიადაგი საბოლოოდ უარი თქვას ჭყალებში მათი სახელით საქართველოს სახელმწიფომ და რა თქმა უნდა არა ეხლა ისინი არ გამოხატავენ ხო ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ნებას უარი თქვან ზოგადად ევროპული ინტეგრაციის პროცესზე მომავალშიც კი ამის იდეოლოგიურ ბრძოლას სინამდვილეში აქ გადის თავარი რაც ბოლო თვეების მანძილზეც მიმდინარეობს და ამიტომაც ვამბობ რომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის პროპაგანდისტული ბრძოლაც იმიტომ რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ ეს გახლავთ მათ შორის იდეოლოგიური პროპაგანდისტული ბრძოლა რომელთაც ცდილობენ ისინი იმდენად მოახდინონ ამ იდეის დისკრედიტაცია ქართულ საზოგადოებაში რომ საბოლოო ჯამში ეს გაზრდობა მიიღონ აქამდე ვერ მოახდინეს ყველა სოციოლოგიური კვლევით მაინც იყო მათთვის ცოტათი შემაშინებელი ციფრები და ცოტათი არა შემაშინებელი ციფრები ევროკავშირის მოხდა არ შეცვლიო, მაგრამ ამიტომაც ვამბობ, რომ მაინც აი ამ მიმართულებით იდეოლოგიურად იბრძვიან, პროპაგანდისტულად იბრძვიან. ეს ნარატივიც ამიტომ ვითარდება, რომ საბოლოო ჯამში ეს გადატეხა მოახდინოს. მაგრამ რა პერსპექტივა აქვს ამ ნარატივს? მე ვფიქრობ, რომ არ აქვს რა თქმა უნდა პერსპექტივა, გამომდინარე იქიდან, რომ ნამდვილად დარწმუნებულა, რაც უნდა ბევრი პრობლემა იყოს ქართულ საზოგადოებაში, აი როგორც თავისუფალ არჩევნებზეა ხო საქმე და როგორც ახლა აი რაღაც ღირებულებების დაცვა, რომ მუშტი კრივზე არ გადის და ადამიანების დაჩაგვრას ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის ახლა ეკლესიის დაცვა რო არ გადის ვიღაც თუნდაც ტიტუშკების მიერ ადამიანების სემაზე ესეც კარგად იცის ყველამ და მათ შორის ისიც კარგად იცის რომ ჩვენ გვირჩევნია ნამდვილად ვიყოთ ევროპული სტანდარტების სახელმწიფო ევროკავშირთან ქონდეს კარგი ურთიერთობები და მართლა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ტარდებოდეს და ამ მხრივ არსებობს სხვადასხვა შორის პოზიტიური ნიშნებიც იმიტომ რომ გარდა იმ 6 პუნქტისა რომელზედაც ალიანსის პარაგრაფში ამ 6 პუნქტთან დაკავშირებით საკმაოდ კეთილგანწყობილი პოზიციები მოვისმენთ თქვენი მხრიდან და ეხლა ეს რა თქმა უნდა ძალიან ბუნებრივი ამბავია და ჩვენ პირიქით მივესალმებით ამ ამბავს რომ ოპოზიციაშიც მათ შორის კონკრეტული ხედვა გქონდეს კონსენსუსი იყოს სხვადასხვა ძალებს შორის თუ რას ვამბობთ როცა ვსაუბრობთ თავისუფალ სამართლიან არჩევნებზე და რა არის კრიზისის განმუხტვის საშუალება. რა თქმა უნდა, ერთადერთი კრიზისის განმუხტვის საშუალება არის პოლიტიკური ლიდერები ციხეში კი არ იყვნენ, უნდა იყვნენ თავისუფლებაზე, რეპრესიული კანონები არ იყოს და წარდებოდეს თავისუფალი არჩევნები. დემოკრატია მაგიტომ გვინდა, იმიტომ კი არ გვინდა ჩვენ რომ რაღაც მანდამაინც რაღაც დემოკრატიის სიყვარულით რაღაც გავიზარდეთ მანდამაინც. მას შორის პრაგმატული ხალხი ვართ, ხო? იმიტომ გვაქვს ეს დემოკრატიის სურვილი და სიყვარული, თუნდაც იმიტომ რომ გვინდა რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან კეთილ ასე ვთქვათ განწყობილ ქვეყანაში საკუთარი თავისუფლად საკუთარი მოქალაქეებისგან და ამის საუკეთესო გზა არის არჩევნები. არჩევნები თუ არ არის ქვეყანაში, მე რეიწყება ის უბედურებები, რასაც ტელევიზორში ვხედავთ, დაანონსებად სემატყეპის, დაკანონებად სემატყეპების სურვილი ყოველ შემთხვევაში ამის და რა თქმა უნდა, აი ამ კრიმინალურ სახელმწიფოზე მაშინ გადავდივართ. თავისუფალი არჩევნები არის რეცეპტი, უებარი საშუალება, ოღონდ ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს, გარეთ უნდა იყოს თანასწორი და თავისუფალი, რომ განიკურნოს ამ ავტორიტარული მეტასტაზებისგან ქართული საზოგადოება და სახელმწიფო.